მაყურებელს მივესალმები. სანამ გადავიდოთ ახლა აღნიშნული თემის შეფასებაზე, რამდენიმე დაზუსტებას გავაკეთებ. ახლა ის იგივე მაგალითად რაც არის ნებართვისაღება, ის ყველა სფეროზე არ განიხილება და ყველა სფეროზე არ იქნება. აქ იქნება დაწესებული კონკრეტული კვოტები აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით და ეს კვოტები სხვადასხვა პროფესიების მიხედვით განსხვავებულია. ახლა მაგალითად რაზეც ყველაზე აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი, ეს იყო კურიერების მომსახურება და გიდები. ამ მიმართულებით მაგალითად ნულოვანი კვოტები არის განსაზღვრული საერთოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ საფასურის გადახდის შემთხვევაში ვერც ერთი უცხოელი ვერ დასაქმდება. აქედან გამომდინარე, ახლა შეფასებით ნაწილზე რო გადავიდე, ჩემი პოზიცია აი ასეთ უხეშ ჩარევებთან დაკავშირებით ეკონომიკაში ყველამ კარგად იცის და მე მსგავს უხეშ ჩარევებს ეკონომიკაში არ ვემხრობი და მას როგორც წესი და სამწუხაროდ დადებითი შედეგი არ მოაქვს ხოლმე. ახლა მარტივად რო ავხსნათ ჩვენი მაყურებლისთვის, ამით ანუ რას ვაკეთებთ? ახლა როგორც პრემიერმა გააკეთა განცხადება, ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესს. ანუ ვინმე ვერავინ ვერ დაამაჯერებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ვინმეს კურიერად მუშაობა უნდოდა და უცხოელებთან კონკურენციის გამო ეს ვერ მოახერხა, ანუ აბსურდია, ხო? ეს ერთი მიმართულება. მეორე, ვიცავთო სამუშაო ადგილებს, რა სამუშაო ადგილებს, ანუ კურიერად დასაქმებისთვის, ასე ვთქვათ, ვიცავთ ჩვენი მოქალაქეებს და ანუ აი ჩვენი მოქალაქეებისთვის გვინდა რომ ჩვენი მოქალაქეები თავასაქმოთ კურიერებად და ამის გამო აი რაღაცა ეკონომიკურ ნაბიჯებს გაამთ, ეს ხო აბსურდი არის, ხო ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ამ ნაბიჯს სამწუხაროდ დადებითი ეფექტი ვერ იქნება ძალიან მარტივად, ანუ და მესამე ნაწილს დავამატებ აქ, ანუ არავის უფიქრია, რომ ანუ რატომ ასე ვთქვათ საქმდებოდნენ იქ მაგალითად უცხოელები და რატომ არ საქმდებოდა ქართველების ძალიან დიდი ნაწილი. იმიტომ რომ მაგალითად ის ანაზღაურება, რასაც იხდიდნენ X მომსახურებაში, ქართველისთვის არ იყო საკმარისი, საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზების გამო და უცხოელს ეს უღირდა. ეხლა ჩვენ რო აქ რაღაცა ხელოვნური შეზღუდვები და ჩამკეტები შემოვიღეთ, ეს არსებითად არაფერს არ შეცვლის, გააძვირებს სერვისს ამ მიმართულებით და რიგით მომხმარებელს, რიგით ადამიანს მოუწევს უფრო ძვირის გადახდა და რა თქმა უნდა შესაძლებელია ამან მნიშვნელოვნად შეამციროს ამ მიმართულებით ხარისხი. აი ეს იქნება მთელი ამბავი. კი ბატონო, რა იყო მაშინ რეალური мотиваცია, რაღაც აი ბევრის მხრიდან მოვისმინე შეფასება ბატონ პაატა, რომ ცოტა პოპულისტური ინიციატივა, რაღაცა საზოგადოების, ესე ვთქვათ, რეაქციებზე მორგებული, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ხომ ობიექტურად იყო ძალიან ბევრი უკმაყოფილება არსებობს, მათ შორის კურიერებთან დაკავშირებით, უცხოელ კურიერებთან დაკავშირებით, რომელსაც რაღაცა ინის ბარიერის პრობლემა აქვს და ასე შემდეგ, ხო, ბევრი უსიამოვნო ფაქტებიც ყოფილა კონკრეტულ შემთხვევაში. აი თქვენც ფიქრობთ, რომ აი რაღაცა პოპულისტური ინიციატივა უფრო არის ხალხის და საზოგადოების რეაქციაზე მორგებული და არა მომხმარებელზე რაღაცა ზრუნვის мотиваცია, იმიტომ რომ როგორც თქვენ ამბობთ და ძალიან ბევრი აღნიშნავს ამას, რეალურად სერვისი უფრო მეტად გაძვირდება ჩვენთვის, მომხმარებლებისთვის. რა თქმა უნდა. კი ბატონო, როგორ არის იცით, ანუ როდესაც ადამიანს კონკრეტული მიმართულებით რაღაცა ცოდნა არ გააჩნია, ან საკმარისი ცოდნა არ გააჩნია, მას ყოველთვის მიაჩნია, რომ ამათი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია რეგულაციებით. განსაკუთრებით ეს ეკონომიკური მიმართულებით და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში ხდება ხოლმე. სამწუხაროდ ეკონომიკა ასე არ მუშაობს, პირიქით, რაც უფრო მეტი რეგულაცია შემოგვაქვს, ჩვენ ამით ეკონომიკას უფრო მეტ პრობლემასა და დაბრკოლებას უქმნით. ეს არის ამისი ნათელი მაგალითი. რა თქმა უნდა, ყველა სფეროში არსებობს გარკვეული პრობლემები, დაწყებული ენის ბარიერიდან და გაგრძელებული სხვა მიმართულებით, მაგრამ აქ რეგულაცია გამოსავალი არ არის, შესაძლებელია მაგალითად ამ მიმართულებით თავად კომპანიებს ქონოდათ გარკვეული ნაბიჯები გადადგმული და გამოესწორებინათ ამ ნაწილში ის პრობლემები, მაგრამ იმდენად, რამდენადაც მთავარი, ასე ვთქვათ, ვერტიკალი გადის ფასზე, ეს ბაზარი დაალაგდა ისე, როგორც დაალაგდა. ეხლა აქ ჩვენ რაღაცა გამოვდივართ და ხელოვნურ ჩარევებს ვაკეთებთ, ეს სამწუხაროდ გითხარი ერთხელ უკვე ვახსენე, რომ დადებით შედეგს, როგორც მინიმუმ, ასე ვთქვათ, ვერ გამოიღებს რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე. რაც შეეხება რას ემსახურება ეს, ეხლა
ბოლო პერიოდში ჩვენ თუ შევხედავთ იგივე ქართული ოცნების ეკონომიკური გუნდის საქმიანობას, რაღაცა მე ერთ სიტყვაში ვატევ ამ ყველაფერს, რეგულაციები და პოპულიზმი, ორ სიტყვაში რეგულაციები და პოპულიზმი და ნუ ეხლა დაწყებული რაღაცა ფასების კომისიიდან, რომელიც სრულიად ასე ვთქვათ, არაფრის მაქნისია და სრულიად უფუნქციოა, გაგრძელებული რაღაცა სრულიად გაუგებარი რეგულაციებით, რომელიც ბიზნესისთვის ხარვეზებისა და შეფერხების გარდა არაფერს არ წარმოადგენს და არაფერი დატვირთვა არ აქვს და ნუ საბოლოო ჯამში ეს მიდის ისევ ჩვენი რიგითი მოქალაქეების რაღაცა სერვისებისა და მომსახურების გაძვირებისკენ და რაც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ბიზნესს აწვება თვითონ იმ ბიზნესს რომელზეც აი ეს უნდა მეკითხა ერთი მხრივ რომ დაუშვათ მომსახურების აფასური გამეზრდება, მაგრამ მეორე მხრივ დაზანალდებიან თუ არა მათ შორის თუნდაც ავიღოთ ის კვების ობიექტების არესტორნო ბიზნესი, რომელიც მიწოდების სერვისზე მუშაობს, რომელიც საკმაოდ მაღალ პროცენტს უხდის სხვათა შორის აი ამ საკურიერო კომპანიებს, რომელიც შუამავალია ხო მათსა და მომხმარებელს შორის. ანუ იქნება თუ არა უფრო ნაკლები ესე ვთქვათ მოთხოვნა არ ვიცი რამდენად ლოგიკურ კითხვას, მაგრამ აი რომ მომხმარებლის თვალით რომ ვუყურებ თუ დაუშვათ გამიძვირდა სერვისი იქნება კურიერების დეფიციტი და ვიცი რომ რაღაც კონკრეტული პროდუქტი ჩემამდე შეიძლება უფრო ძვირად და უფრო გვიანაც მოვიდეს, ბუნებრივია შემდეგ აღარ მომინდება ხომ რაღაცა იგივე შევუკვეთო და საკურიერო მომსახურებით ვისარგებლო. კი ბატონო, დეფიციტი ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნებისმიერ შემთხვევაში შეიქმნება, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი ამოვარდება შრომითი, აი ამ ნაწილში შრომითი ბაზრიდან და მათი ჩანაცვლება ერთის მხრივ რამდენად მოხდება ერთი საკითხია, იმდენად რამდენადაც მოუწევთ კომპანიებს, რომ უფრო მაღალი კონკურენცია ვინაიდან კონკურენცია იზღუდება, აი მარტივად ავხსნი, რადგან კონკურენცია იზღუდება, რჩება ორი მიმართულება, ერთი გაუარესდეს ხარისხი და მეორე ასე ვთქვათ, გაძვირდეს ფასები, იმდენად რამდენადაც კონკურენცია მნიშვნელოვნად შეიზღუდება. პირველ ეტაპზე ეს თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულწილად დეფიციტს გამოიწვევს ამ ნაწილში და შემდეგ შესაძლებელია მოხდეს ამისი ჩანაცვლება, მაგრამ ეს აუცილებლად აისახება როგორც ფასზე, ისე მიწოდების ხარისხზე. რაც რა თქმა უნდა კომპანიებისთვის იქნება პრობლემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მინიმუმ. კი ბატონო. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო პაატა, მადლობა იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და იყავით ჩვენი ეთერის სტუმარი.